სახელითა მამისათა, დადისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ წირვის დროს მე დავითნე როდესაც კითხულობდა წმინდა მოციქული პავლეს სიტყვებს, ასეთი რამ მოვისმინეთ. ის ამბობდა, რომ მე ვევედრეო უფალსო, რომ განვეკურნეო მას დაავადება ჰქონდა სერიოზული და უფალმა მითხრაო, რომ საკმარისიაო ის მადლიო შენთვისო, რაც გაქვსო, რადგანო ძალი ჩემი უძლურებასა შინასრულ იქმნების. რადგანო რაჟამს მოუძლურდეო, მაშინ გამძლიერდებიო. პავლე მოციქული ასეთ რამეს ამბობს. ახლა ეს რას ნიშნავს? ძალი ჩემი უძლურებასა შინასრულ იქმნების. აი მაგალითად, ერთ მაგალითს მოვიყვან. ძველ აღთქმაში იყო ასეთი საჯული, რომელსაც ერქვა გედეონი. ეს ძლიერი მებრძოლი იყო. ისრაელში სანამ მეფობა იქნებოდა, მანამდე მთელი 400 წლის განმავლობაში საჯულები ყავდათ. და ერთ-ერთი ასეთი იყო სწორედ გედეონი, რომლის დროსაც მათი ქვეყანა დაპყრობილი იყო. და გედეონმა შეკრიბა 30,000 მებრძოლი და მიდის თავისი ქვეყნის გასათავისუფლებლად. უფალმა უთხრა, რომ არ წაიყვანო 30,000, ჩადიო მდინარეზე და წყალი დაალევინეო მათ. ვინცო პეშვით ამოიღებსო და ასე დალევსო, ისინი სახლში გაუშვიო. და ვინცო დადგებაო ესევე 4 ფეხებზე, ხელებზე და ესე დაეწაფება მდინარეს და ასე დალევსო, ეგენი დაიტოვა. და ასეთი აღმოჩნდა 300 კაცი. და უთხრა, რომ აი ამ 300 კაცი წადი ბრძოლაში და გაიმარჯვებთ. რადგანო თუ 30,000-ით გაიმარჯვებო, მაშინ ყველა თავის თავს მიაწერს ამ გამარჯვებას. მაგრამ 300 კაცით ფიზიკურად შეუძლებელი იყო იქ გამარჯვება, და ამიტომ 300 კაცით რომ გაიმარჯვებთ, ისინი ღმერთს დაინახავენ. და იმ 300 კაცით მართლაც გაიმარჯვა. და ეს სწორედ ეს არის ძალი ჩემი უძლურებასა შინასრული იქმნების. და მათ დაინახეს, რომ ღვთის ძალამ გაამარჯვებინა. მანამდე მაინც დასარწმუნებლად გედეონი ასეთ რამეს თხოვს უფალს, რომ მაშინო რო დავწმუნდეო, რომ შენ მეუბნევიო ამასო და ნამდვილად ასე იქნებაო, დავდებო საწმისო ბალახსაო და დილით რო ვნახავო, გარშემო სულ ცარი იყოსო და საწმისი იყოს მშრალი. და მართლაც ნახა, რომ ასე იყო. ეხლა პირიქითო დავდებო და მხოლოდ საწმისი იყოს დაცვარული და გარეთ სიმშრალე იყოს. ამითიც აჩვენა ღმერთმა, ასედაც დახვდა. და დარწმუნდა, რომ ეს ნამდვილად ღვთისგან იყო. და რაც ღვთისგან იყო, ნამდვილად აღსრულდებოდა და გედეონი მიდის ბრძოლაში 300 კაცით. იქ მოხდა კიდევ ბევრი საინტერესო რაღაცა, მე ამას აღარ მოგიყვებით. ძველ აღთქმაში არის საჯულთა წიგნი და თუ თქვენ ამას წაიკითხავთ, ასეთ და უფრო კიდევ მეტ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი რამდენადაც დაუთმობს ღმერთს, რომ იყოს უფალო ნება შენი და შენს გარეშე არაფერის გაკეთება არ შემიძლია, აღიარებს თავის სისუსტეს და აღიარებს ღვთის ძალმოსილებას და იმას, რომ თუ ღმერთი შეეწია ადამიანს გააკეთებინებს შეუძლებელსაც კი, როგორც თავადუფალი ამბობს, რომ კაცთაგან შეუძლებელია ეს, მაგრამ ღვთისაგან ყოველივე შესაძლებელს. მაშინ ადამიანი შეძლებს ძალიან ბევრ რამეს. მაგრამ როდესაც ადამიანი შეძლებს ძალიან ბევრ რამეს, ეს თავის თავს არ უნდა მიაწეროს. თუნდაც აი მაგალითად ის, რომ ზოგიერთი ჩვენგან შეიძლება უკვე წლებია, რაც ტაძარში დადის. შეიმეცნა საღვთო ჭეშმარიტება. ცდილობს, რომ სულიერად და ზნეობრივად იცხოვროს. ალბათ თუ კარგად, მაგრამ ხო ცდილობს თითოეული ჩვენთაგანი გამოგდის თუ არ გამოგდის, ხო მოგვიყვანა ღმერთმა.
ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ. აი ზოგჯერ არის ასეთი რამ, რომ მე ამასთანაც საუბრობდი ამ საკითხზე და კიდევ მინდა რომ ჩვენი ყურადღება გავამახვილო, გამეორება ცოდნის დედაა. ჩვენ თუ დავუშვათ დილით ავდგებით, როცას წარმოვთქვამთ, იქ მარხვას შევინახავთ, იქ ახსარებას ვითვლით თუ სხვა, სიკეთეს გავაკეთებთ. ზოგჯერ ადამიანს აქვს იმის წარმოდგენა, უფრო კი ილუზია, რომ ესე იგი ღმერთი ამის გამო ჩვენი მადლიერი უნდა იყოს. ჩვენ თურმე ერთხელ ლოცვა წარმოვთქვით, ერთი მარხვა შევინახეთ, ვიღაცას ჭადი მოუტეხეთ თუ ყური მოუტეხეთ. თითქოს ღმერთი უნდა მადლიერი იყოს ჩვენი. პირიქით, ჩვენ თუ გონივრულად შევხედოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ მადლიერი, რომ ღმერთმა მოგვიყვანა საერთოდ აქ. შეგვამეცნებინა თავისი თავი, მეტად თუ ნაკლებად, ვის როგორ. მოგცა ლოცვის ძალა, ჩემო ბარბარე. მოგცა სიკეთის კეთების ძალა. აი ამ ყველაფრისთვის ადამიანი უნდა იყოს თავად მადლიერი ღვთისა. და უნდა იფიქროს, რომ ეს ჩემგან კი არ არის, ეს ყველაფერი ღვთისგან არის. ღვთის ძალის გარეშე შეუძლებელია, რომ ეს მოხდარიყო. და თუ ადამიანი ღვთისგან მიცემულ აი ამ ძალას გამოიყენებს სასიკეთოდ და მადლობელი დარჩება ღვთისა, მას კვლავ მიეცემა. მაგრამ თუ ადამიანი აი ამ ძალას გამოიყენებს არასაჭიროდ, არამედ ყოველად გაფლანგავს ძალას, რაღაცა აი გონებრივ შესაძლებლობებს, დროს ყოველად გაფლანგავს, მატერიალურ თუ სულიერ სიმდიდრეს ყოველად გაფლანგავს, მაშინ მას ღვთისაგან აუცილებლად მოეკითხება. ის თუ რაში დახარჯა, ყველაფერი ღვთისგან მიცემული. სახარებისეულად რო თქვათ, ის ტალანტი, რაც მას მიეცა. ის ვერცხლი, ზოგს 5, ზოგს 2 და ზოგს 1, ვისაც რა მიეცა. ვიღაცას სიმღერის ნიჭი მიეცა. ეხლა გააჩნია რა სიმღერებს, იგალობებს თუ რაიმე ხალხურ სიმღერებს თუ რაიმე საეშმაკო სიმღერებიც ხო არსებობს. შეიძლება ის მოიწონოს და ის სიმღერას. ესე იგი ნიშნავს, რომ ეშმაკს მოახმარა თავისი ნიჭი. მაგრამ თუ იგალობებს ან რაიმე ხალხურ სიმღერას შეასრულებს იმას, რითიც ღმერთი იდიდება, რითიც სამშობლო დაილოცება დაუშვათ, სამშობლოს მრავალჟამიერებას უმღერებს, არა? მაშინ ეს ნიშნავს, რომ მას სწორად გამოიყენა ეს. და სხვა მრავალი ნიჭი, ესე იგი, ყველა შეიძლება ადამიანი აი ხატის ნიჭით იყოს დაჯილდოებული. შეიძლება რაიმე დიდებული ნახატი შექმნას. შეიძლება რაიმე უზნეობა შექმნას. ან ღმერთს ამსახუროს ის ნიჭი, რაც ღვთისგან მიიღო. და ან ეშმაკს ამსახუროს, ან ჯანმრთელობა მიეცა. ვიღაცას ჯანმრთელობა რო უფუძდება, მხოლოდ იმაზე დარდობს, რომ ვეღარ იქეიფებს. ვიღაცას ჯანმრთელობა რო უფუძდება, იმაზე დარდობს, რომ სხვას ვეღარ გამოადგება. ესმით აი ხო აქვს რამხელა განსხვავება. ზოგი იმაზე დარდობს, რომ სხვებს გამოადგეს, შვილებს თუ მეუღლეს თუ ნათესავებს თუ სამშობლოს. ზოგი მარტო თავის თავზე ფიქრობს, რომ დარდობს, რომ აი ჯანმრთელობა შეერყა და რაღა ეშველება ეხლა ვეღარ მოიხსენს. ესმით გააჩნია ადამიანი ღვთისგან მოძებნოს, რაში გამოიყენებს. და თუ სწორად გამოიყენებს და საკუთარ თავს არ მიაწევს აი ამ სიკეთეებს, ესე იგი ესეთი ადამიანი დგას სასუფეველის გზაზე. სასუფეველისა, რომელზეც დღეს პავლე მოციქული გვეუბნებოდა, რომ ესე იგი ნახეთ, როგორი თამდაბალი. აი ხო არის ხოლმე ესეთი შემთხვევა, რომ ვიღაცა სიზმარში რაღაცას ნახავს და ადგება და მთელ დედამიწას მოუყვება, მე ღვთისმშობელი გამომეცხა და მე წმინდა გიორგი ვნახე, ვიღაცამ ცხადში ნახათო. თუ მართლა ესე იქნებოდა და ღვთისგან იქნებოდა, ის არ უნდა ეთქვა და ერთ სიტყვა ის თავისი თამდაბლობიდან გამომდინარე. პავლე მოციქული თვითონვე ამბობს, ვიციო ერთი კაციო, თავის თავზეც კი არ ამბობს. თან მაშინ ამბობს, როცა ამისი საჭიროება და ანუ
გუშინდელ ნანახს დღეს კი არ ამბობს 14 წლის წინ. ანუ რაც 14 წლის წინ მოხდა, ის მეორე დღეს კი არ თქვა, მე 14 წლის შემდეგ თქვა ისიც გარკვეული საჭიროებიდან გამომდინარე. და თან კი არ თქვა რომ მე ვიყავი ესო, ვიცი ერთი კაცი. არ ვიცი ხორცში იყო ის თუ ხორცის გარეშეო. ღმერთმაო ზეცად აღიტაცავ. და მან იქ ნახა ისეთი რამ, რაც ადამიანის თვალს არ უხილავს. მან იქ მოისმინა ისეთი რამ, რაც ადამიანის ყურს არ სმენია. მის გულმა განიცადა ისეთი სიხარული, რაც აქ ადამიანის გულს არ განუცდია. და აი ეს განუზადა ღმერთმა თავის მოყვარულებს, ღვთის მოყვარეებს, აი ეს განუზადა. ისე რომ ჯოჯოხეთი მარტო ის კი არ არის, რომ ადამიანი რაღაცის გამო იტანჯება და რის გამო იტანჯება. ამ ხელა შესაძლებლობა რო ჰქონდა, რომ დავუშვათ აი სასუფეველში მარადიულად სიხარული ქონოდა და ყველანაირად რომ შეეძლო ეს მოეპოვებინა ღვთის მაგლით და ეს დაკარგა. ამაზე არ ნანობს. აი მაგალითად ვიტყვი რომ აი ადამიანს რაღაცა თუნდაც მატერიალურის რაღაცის შეძენის კარგი შესაძლებლობა რო უცდება და ხელიდან რო გაუსხდება ხოლმე, როგორ ნანობს იმას. ხო და იმას მეორე დღეს შეიძენ თუ მესამე დღეს, მაგრამ იმ სასუფეველს ერთხელ დაკარგოს, ვეღარასოდეს ვეღარ მოიპოვებ ადამიანი. ამიტომაც აი უფალი მაგას გვეუბნება, რომ თუ ადამიანი სწორად გამოიყენებს თავის ნიჭებს, არა და ღვთის მადლიერი დარჩება, თავს არ აიმაღლებს. სწორედ ის დგას იმ გზაზე, რომელიც სასუფეველს მოაპოვებინებს. ამიტომაც ეუბნება პავლე მოციქულს, რომ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრული ქმნების. ზოგჯერ აი ჩვენი სიამაყე რაში ჩანს ხოლმე. ადამიანს რაღაცას უხსნი. ჯერ შუამდე არ ხარ მისული და ამბობს, რომ იცის. და თუ მართლა ცოდნა უნდა, ბოლომდე უნდა მოусმინოს. როგორ ამბობს სოლომონელი, რომ მოусმენად პასუხის გაცემა სიბრიყვია და სისცხილია. ეს ამპარტავნების ნიშანია, ჩვენ რომ ამბობთ ვიცი, ჯერ არ ვასრულებინოთ. ბოლომდე უნდა მოусმინო ადამიანი, რას გეუბნება, იქნებ რას გეუბნება. ჩვენ დაწყებისთანავე ხვდებით თითქოს რაღაცა ის უნდა გითხრას და უკვე ვიცი და უკვე აღარ გვინდა. ეგ ამპარტავნების ნიშანია. სხვადასხვა პახუმი დიდის მონასტერში მე წინა კვირას ვისაუბრე წმინდა პახუმი დიდზე და ამას აღარ გავიმეორებ, ესე იგი ეს დიდი მოღვაწე იყო. პახუმი დიდის მონასტერში მოვიდა ერთ-ერთი ახალგაზრდა ჭაბუკი და მათ ჰქონდათ ხოლმე მონასტერში საძმოს შეკრება. სადაც თვითონ პახუმი დიდი ესაუბრებოდა ხოლმე ამ ბერებს და ათასობით ბერი იყო მის მონასტერში. ერთხელ მოხდა ასეთი რამ, რომ აი ამ ახალგაზრდა კაცს ახალ მოსულს მონასტერში, შეიძლება ყველაზე ახალგაზრდასაც მათ მონასტერში, უთხრა ასეთი რამ, მე სამწუხაროდ სახელი დამავიწყდა, თეოდორე ერქვა თუ თეოდოსი, აღარ მახსოვს ამ ჭაბუკს, უთხრა რომ გამოდიო და დღესო შენ გითხარიო ღვთის სიტყვა. ეხლა იქ იყვნენ ბერები, რომლებიც უკვე 20, 30, ზოგი 40 წელი ამ მონასტერში მოღვაწეობდნენ და ესე იგი ეს თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. როგორ ამ პატარა ბავშვმაო ჩვენ რა უნდა გითხრას, არა და თვითონ პახუმი დიდი ასეთი იყო, პატარა ბავშვსაც კი ეკითხებოდა, აბა ეს როგორ გავაკეთოთ? ყველასგან იღებდა ამას, როგორც ღვთისგან. ერთი შემთხვევა არსებობს ასეთი, რომ ბერების ცხოვრებაში ცნობილი იყო, რომ ფინიკის ტოტებისგან კალათებს ცნავდნენ, თოკებს ცნავდნენ და ამით ყიდიდნენ და ამით საზრდოობდნენ, ამით არსებობდნენ და ერთხელ რაღაცა კალათას ცნავს და აი ბავშვები რომ აი ამატოლი ბავშვები რომ მიდიან ხოლმე ხანდახან მონასტერში რომ მიდიან ხოლმე ერთი ღამით ჭებიან, ორი ღამით ეხმარებიან იქ ბერებს და აი ესე იყო ერთ-ერთი ბავშვი მისული მონასტერში და აი ამ უკვე ხცოვან ადამიანს, რომელმაც წლები გაატარა თუნდაც იმ კალათების დაწნაში, პატარა ბავშვი ეუბნება, რომ მამაო, ეგრე ნუ აკეთებო ბოლოებს, ეგრე ნუ უგრეხავ, ცუდი გამოვაო და მას ხო შეეძლო ეთქვა, რომ შენ ერთი დღის მოსული ხარ და მე მეუბნები და პირიქით გულდას მithusმენ, აბა როგორ შვილო, როგორ უნდა გავაკეთო, ესეთი იყო თვითონვე და ეს ჭაბუკი რომ მოიყვანა და სხვებისთვის ღვთის სიტყვა რომ უნდა
ათქმევინოს წავიდა ბევრი და აღარ მოусმინეს ამ ახალგაზრდას. მაგრამ შემდეგ დაიბარა წმინდა პახომი დიდმა და უთხრა, რომ თქვენო ეს დარბაზიო თქვენი სიამაყის გამო დატოვეთ. მეკიო რომ მოусმინეო ამ ახალგაზრდასო. გულწრფელად გეუბნებითო, რომ მე ბევრი რამე გავიგე. გესმით, აი ადამიანი მიმღები როცა თამდაბალია. როცა თამდაბალია ადამიანი მას ღმერთი ბევრ რამეს გააგებინებს. როცა ამაყია და ფიქრობს, რომ სხვებზე მეტი იცის, ან სხვებზე უკეთ ცხოვრობს, იმას არ ექნება ის შეწევნა, იმიტომ რომ ესეც უფლის სიტყვებია. კურნალია ჯანმრთელებს კი არაოს, ნეულებს ჭირდებათ. მე მართალთათვის არ მოვსულ ვარ. მე ცოდვილთათვის მოვედიო, რათა მათ შეინანო. იმიტომ რომ მართალი კაცი ფიქრობს, რომ მე არაფერი არ მჭირს და ის ჯანმრთელს გავს, კაცს რო თავის ჯანმრთელი ეგონოს. მაგრამ ვინც ამბობს, რომ მე ცოდვილი ვარ, მე უმეცარი ვარ, მე უძლური ვარ და ღვთისგან ითხოვს კურნებას, შემეცნებას და ძალას, ღმერთი სწორედ ამას ამბობს, მე ასეთებისთვის მოვედი, ასეთი ადამიანები გადავარჩენ. ისე რომ საფუძველი ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისა არის მხოლოდ და მხოლოდ სიმდაბლე და არის მადლიერება ღვთისაგან. თორემ ეშმაკი თავდაპირველად ნათლის ანგელოზი იყო, მაგრამ მას არ ჰქონდა მადლიერება და სიმდაბლე. თუ ადამიანი არის მადლიერი, ის თამდაბალიც იქნება. შეუძლებელია ადამიანი მადლიერი იყოს და თამდაბალი არ იყოს. ან თამდაბალი იყოს და ღვთის მადლიერი არ იყოს. ისე რომ ეს ორივე ერთად არის. მე ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ, რომ შეიძლება აი ეს განწყობა გქონდეს. ამ განწყობის გარეშე რამდენი წელიც არ უნდა იაროს ადამიანმა ტაძარში, არა? ნიშნავს, რომ ვერაფერი ვერ ისწავლე. იმიტომ რომ უფალი ამას ამბობს, მოდითო ჩემთანო ყველა დამაშვრალი, პირთმძიმე და სულის განსვენებას იპოვითო, ისწავლეთო ჩემგანო, რომ შვიდი ვარ და მდაბალი და თქვენი სულის განსვენებას ნახავთ. აი ეს არის. ახლა ამას რომ მოვაბათ, ესე იგი, როდესაც ადამიანი სამრევლოში შემოდის და რომელიმეზე უკეთესი ჰგონია თავისი თავი, ეგ ნიშნავს, რომ ის ამბობს, რომ მე ჯანმრთელი ვარ. აი სნეული ის არის. ხო და თუ სნეული ის არის, მისთვის მოვიდა უფალი. და ჩვენ ხილად ვიყავთ, რომ არ დავრჩეთ აი ამ მადლის გარეშე. მადლისა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკურლევანთა აღმოსებელი. და როდის დარჩება ადამიანი ამის გარეშე? როცა სხვაზე, თუნდაც ერთ ადამიანზე უკეთესი გონია თავი, როგორ ამბობდა მამა გაბრიელი. ერთ ადამიანზე უკეთესიც რო გეგონო შენი თავი, საძაგელი ხარო ღვთის თვალში. ეხლა ჩვენ უბრალოდ გულწრფელად დავფიქრდეთ. ერთზე კი არა, რამდენზე უკეთესი გონებია ჩვენი თავი. შეიძლება ერთი ჩაგვეთვალოს, რომ ის შეიძლება მჯობდეს. შეიძლება ეგრეთ თქვა, ეხლა ამას ხმამაღლა ვერ ვიტყვით, იცი რატო ვერ ვიტყვით? ამის თქმა სიცხვილეა, როგორ ავთქვა, ხომ მიხდებია რომ აპარტავანია, მაგრამ მოიტყვი, გულში ჩავიხედოთ ჩვენს გულში და ნახოთ, გვითქვამს თუ არ გვითქვამს გულში ასეთი რამ. ასეთი ფიქრი რომ მოგხსვლია, დავთანხმებულ ვარ თუ არ დავთანხმებულ ვარ. და აღმოვაჩენთ, რომ თლად სახარბიელოთ ვერ არის საქმე. მაგრამ თუ აღმოვაჩენთ, რომ ვერ არის სახარბიელოთ საქმე და უფლისაგან შეწევნას და შენდობას ვითხოვთ, მაშინ კი გახდება საქმე სახარბიელოთ, ღვთის მადლით. შელოღმერთმა დაბესილი და გახარებულები გავყოფოთ. ჩვენთან არის ღმერთი.